აქ ადრე ვარ ნამყოფ, მაგრამ ანუ ესეთი მოპირკეთება არ. ეს შუშა ხო? ეს ეგრე მახსოვს, ეთყობა განაახლეს. რაღაცა თანამედროვე გამოვიდა და კარგია, ხო? მოზაიკა ხო ავარჩიეთ. მოზაიკაც და სადაფილად, ხო? და მაგის მიხედვით გავაკეთე ესკიზები, როგორც დაკვირდი. უი, რა ლამაზი. ეს არის პეტრეს აბაზანა. აუ რა კარგია. და ეს აქ უჯრები და სათავსებით გამოვიდა. ხო, სათავსები, იმიტომ რომ აქ ცარიელი ადგილი რჩებოდა და მაინც რამეში რომ გამოგვეყენებინა და გამოვიდა ისე რომ ორ კედელზე არის მოზაიკა და მეორე ორ კედელზე არის უკვე სხვა ფილა, რომელიც ნუ კონტრასტს ქმნის. სხვათან შეიძლება ესე თაროები გაკეთდეს უბრალოდ აი აბაზანასთან. ნუ ესეც იგივე სტილშია. რა ლამაზია. ესეც ზუსტად იგივე სტილია, ოღონდ უკვე ყავისფერში. ესეთი გამოვა გაკრული, ხა აქ ძალიან მოწონს და ხო ეს ჩვენ ავარჩიეთ, ანუ დაახლოებით ესეთი ფერი არის და კი, გაკრულიც ეგეთი უნდა გამოვიდეს. ლამაზია. ეს ხა ისეთი ლამაზია, აბაზანაში სიამოვნებით გავაკეთებდი, ეგეთი. აი, შენი აბაზანა ბევრად ჯობია, მე თუ მკითხავ, იმიტომ რომ უკვე ცოტა სხვანაირი მეზობი გავარჩიე. უფრო ისეთია სხვანაირი ვიზუალის რაღაც. ანუ აქ აბაზანის ოთახია, რეალურად ოთახია. აბაზანასთან ანუ აქ რო იყოს მოზაიკა ესე ორ კედელზე და აქეთ მხარეს უკვე ტრავერტინი გაუშვათ აი რაც 20-60-ზე გრძელი ფილები და ნუ მთლად ძალიან ყვითელი რო არ ყოფილიყო ყველაფერი ანუ აი აქ ეს კოლონები დავტოვოთ თეთრი რო კონტრასტი იყოს ხო და ამას არ ვფუთავთ ჩვენ და ანუ გამოწევდი და ვითომ ხო ანუ არც ამ მხარეს და არც აქეთ ამ მხარეს აი მეორე მხარეს რო არის აი ესეც არ უნდა შეიფუთოს ეს დიდი ფილებია იატაკზე უფრო ვიდრე ბავშვების ოთახებში დიდი ფილები აქ 60-60-ზე გამოყენებული მაგრამ ეხა 40-40-ზე რო იყოს არანაირი პრობლემა არ აქვს ხო მაგრამ ლამაზია ეს დიდი როა უფრო ვიდრული თან ანუ ფართით საშუალებას გვაძლევს რომ დიდი ფილები გავუკეთოთ ეს რაღაცა ავეჯებით ჩამეთქი ხო ავეჯი ეს უფრო შეკვეთით უნდა გაკეთდეს იმიტომ რომ გავაკეთებინეთ ესეც ვერ ვიშოვით ალბათ ძალიან მომწონს ვიზუალურად ესე მაგრამ ეს რა ჩაუხუროთ შეიძლება იმიტომ რომ პრაქტიკული თვალსაზრისით რეალურად ისიც ლამაზი იქნება ესე კი უფრო ლამაზია მაგრამ ანუ უჯრიანი რაღაცა რო იყოს მაინც. კი, შეიძლება და ანუ თეთრი პანელი შეიძლება გაუკეთდეს. და ანუ განათებები ზედ სარკეებზე დამის, ხო? კი. და ნუ კარი შიდაც ხის ფერი იქნება, რა ფერისაც ეს ავეჯი არის. ეს შუშად რა კარგად გააკეთე შენ ხა აქ ოთხკუთხედი, ანუ ჩვენ ხო აქ რაღაცა დიაგონალზე გვინდა და რა გაგვაჭრა, მაგრამ ეტევა, ანუ ხო? კი, ეტევა, აი აქ პატარა ჭრილი გაკეთდება ესე, ანუ ეს მაშინ რომ მიხსნები. ხო. ესეთი ჭრილი არის, ესე დამაგრდება და ანუ კარი იქნება დაახლოებით 90. ძალიან მომწონს. კარგია. ძალიან გამიხარეთ თუ მოგეწონა. ანუ შენიშვნებით კი არ მაქვს, ისე მომწონს. ძალიან კაი. შემდეგი ეტაპი რა არის? შემდეგი არის უკვე იატაკის ფერი, კედლების ფერი. და ნუ მე უკვე მისაღებო თვითონ კიბე და მისაღებო ოთახზე და საძინებლებზე უნდა გადავიდე უკვე რა. აი, გადავიდეთ.